წარგიდგენთ შემდეგ დუოს ზვიადი და თეო. თქვენს დუოს რაც შეეხება, რამდენიმე ვერსია მაქვს, მაგრამ მინდა ბოლომდე გავითვალისწინოთ თქვენი სურვილი, რადგან რინგია, რადგან ნერვიულობთ. არ მინდა ესეც რო გქონდეთ სანერვიულო და ერთად რამე შევარჩევთ, რამე საინტერესოს. ეს ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი დუეტი იქნება. ბავშვებმა სერიოზული შედეგი მაჩვენეს რეპეტიციებზე. კომპოზიცია თვითონ ზვიადმა და თეომ მოიფიქრეს და დავთანხმდი. თეო ჭიტიშვილთან დამაწყვეტა. ძალიან კარგი მომღერალი არის და ძალიან მიხარია რომ მასთან ერთად მოხვდი. ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან კაი მუსიკოსი არის, ნიჭიერი არის და საერთოდ კონკურსი არის ცუდი, იმიტომ რომ აი ერთმანეთს უნდა დატოვოს, ხო, ესე არის და ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება, რა თქმა უნდა არც ჩემი წასვლა მინდა და აი ისიც მინდა რომ ზვიადიც იყოს ამ პროექტში რა და ბოლომდე გავიდეთ. ესე დაიწყებენ, ხო? თავარია რაღაც. დაახლოებით ესე დაიწყებენ, ხო, რაღაცეებს კიდე. არაფერს არ ვიტყვი, ბრიტნი სპირსი. ბრიტნი სპირსი. ძალიან მოვიხდინე ესე. ხო, ძალიან მოვიხდინე მეც და ძალიან მინდოდა ეს სიმღერა და სწორია შერჩეული. ზუსტად თეოს და ზვიადის შერჩეულია ეს და არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, იმიტომ რომ ვენდობი ჩემს ძვირფას კონკურსანტებს. კი, ერთობლივად შევთავაზეთ, ანუ აზრები დაემთხვა ერთმანეთს. მეგმოყოფილი. ნამდვილი როკერული რინგი. ბრმა ქასტინგის ბოლო, მაგრამ დასამახსოვრებელი გამოსვლელი. ზვიად ბღებრიშვილი. და ბათუმური ანდერგრაუნდის წარმომადგენელი თეო ჭიტიშვილი. Baby, I wasn't supposed to know that something wasn't right here. Oh, baby, I shouldn't have let you go. You were on the side here, show me how you wanted to be. Tell me, baby, cause I need to know now. Well, because my loneliness is killing me. And I miss you fast, I still believe. Remember if you want to use my mind, give me a sign. With me, baby, one more time. Even the breathe of you, girl, you got me blinded. Oh, pretty baby, there's nothing that I would do. There's nothing where you're blinded. Show me how you want it to be. Tell me, baby, 'cause I need to know now. Because my loneliness is killing me. When I must compare to still believe. When I'm in a whistle of my mind, give me a sign. With me, baby, one more time. Oh, baby, I was supposed to know. Oh, baby, I should have let you go. My loneliness killing me now. Don't you know I still believe you will be here. Give me a sign. One day, baby, one more strong. My loneliness
თეო ჩიტიშვილი. ზვიად ბღებრიშვილი. აბა დათო გისმენთ. მე ზვიად შენგან დავიწყებ. მე ვიცი რომ შენ ხარ მუსიკოსი. ზუსტად ვიცი ეგ და ბევრი რამე ვიცი შენ შესახებ. განა ცუდი იყო. არ იყო ცუდი. მაგრამ შენგან მინდა რომ მივიღო მეტი. ალბათ არა ვარ ამაში მტუანი რომ მე შენგან მინდა რომ მივიღო მეტი. ზუსტად იგივე მინდა შენგანაც, მაგრამ შენზე ვიცი რომ ცოტა ხელით გაცილებულია თეო დღეს. მეტი გმართებთ ბავშვებო, მეტი. მაგრამ პოტენციალი და ის რომ თქვენ ძალიან მაგარი რაღაცების კეთება შეგიძლიათ, ეს ჩანს, მაგრამ ჩვენ გვინდა პროდუქტი მივიღოთ აი ბოლომდე ხარისხიანი და აი ეს ცოტა დამაკლდა მაპატიე მაი. არა, მე ვერაფრით ვერ შეგეწინააღმდეგები, იმიტომ რომ მე მაქვს საპატიო მიზეზი. ხო. თეოს სალაპარაკო ხმა არ ქონდა. რინგამ დედა, ძალიან მაგარი გოგო ხარ, რაც გააკეთე. აი ამ შესაძლებლობით ხმა არ აქვს სალაპარაკო და როგორ მოახერხე ეს ესეც მიკვირს. მიიღე და გინდა რა. არა, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ მაი. ჩემთვის ეხლა ეს მიზეზი არ არის რომ თეოს დღეს სალაპარაკო ხმა არ ქონდა, იმიტომ რომ პრინციპში კულისებს ეს უკვე სცენის მიღმა რა ხდება ეს არ აინტერესებს მაყურებელს, მე გადავიყვანდი თეოს. მადლობა სტეფანე. აი მაგალითად მე ვიტყოდი ესეთ რაღაცას. მე შემთხვევით გუშინ რეპეტიციას აი რაღაც თეო არ მინახავს, მაგრამ ზვიადი რაღაცა გავდიოდი და ძალიან მაგარი მუხტი მოდის ზვიადისგან, მაგრამ მე რისი თქმა მინდა. მე თეოსნაირი მომღერალი არ მყავს და მაგალითად მე ანუ მოკლედ ზვიადი რო გადავიდეს რარი? არაფერი. მოიცა მითხრას მაინტერესებს. ანუ ზვიადი რო გადაიყანო, კაცილყაზე შენ თუ თეოსნაირი მომღერლები ყავს, მე თეოსნაირი მომღერალი არ მყავს და მე მაგალითად თეოსნაირი მომღერალი რომ მყავდეს, ვიცი რას გავაკეთებდი. ამას გეტყვი, ამას შახმატის ენაზე ქვია როკი. ხო. ისე. ხო და აი არ ვიცი, შენ გადაწყვიტე, ანუ არ ვიცი რის თქმა მინდა, მე მინდა გითხრა, არ ვიცი, თეო ძალიან მაგარი გოგოა. თეო ჩემი ჯერია? სტეფანე დაამთავრე. მადლობა. მაია გისმენთ. ერთადერთი მიზეზი, რატომაც მე მივიღებ რაღაც გადაწყვეტილებას, მე მყავს ვოკალისტები თემში და მირჩევნია შენ იყო უფრო მეტად მიხედული, ვიდრე თქვენ აქ. ბევრი ანუ ცოტა პატარა იმით კარტებს ვშლი. ერთმანეთი ბევრმა ვოკალისტმა ჩემთან რო არ შეუშალონ ერთმანეთს, ხოლო ამ მიზეზით გიშვებ ჩემი თემიდან, ბოლომდე შენ მხარეს ვიქნები და ძალიან მაგარი გოგო ხარ, მაგრამ მირჩევნია მეც და შენც რომ ესე გაკეთდეს. ხოლო ამიტომ happy end. ზვიად ბღებრიშვილი. აპლოდისმენტები. გავაცილოთ აპლოდისმენტები. თეო მზად არის რომ იგი მოიტაცონ. ვინ არის მზად რომ სტეფანი არის მზად რომ მოიტაცონ თეო. თეო გილოცავ. ძალიან კარგი. აპლოდისმენტები თეო რჩება შოუში. ზვიადი ძალიან კარგი ბიჭია და ზვიადს მე ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, მაგრამ ზვიადს არ დაუდია დღეს თავის საუკეთესო შედეგი. ზვიადი შეიძლება იმის გამო დაიბნა, რომ თეო ხმაზე ატყე, თეოს დღეს სალაპარაკო ხმა არ ქონდა. მე ბედნიერი ვარ ძალიან მაიას გადაწყვეტილებით, იმიტომ რომ მაიამ მართლა იზრუნა თეოზე, იმიტომ რომ ჩემთან თიმში ამ ჟანრის მომღერალი არ იყო და მე მჭირდებოდა და ფაქტიურად ვოცნებობდი, რომ მაიას გადაწყვეტილება ესეთი მიიღო. თეოს მთელი დღე მართლა არ ქონდა ხმა რა და აი არ ვიცი მთელი დაკვრის დროს მარტო მაგაზე ვფიქრობდი რომ გამოსულიყო და მე ვთვლი რომ ძალიან მაგარი რაღაც გააკეთა თქმა რომ შეძლო სიმღერა on მარტო და მე ჩემი თავით უკმაყოფილო ვარ იმიტომ რომ მაგაზე მე ვილობით ასე ვთქვათ
ბევრი ხაია მქონდა რა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კარგად გამოსვლა და არა გადასვლა, კი გადასვლაც რასაკვირველია, მაგრამ თავარი იყო კარგად გამოსვლა ჩემთვის და ეს მე მგონი კი არა ვერ მოახერხე. ამიტომ არ ძალიან უკმაყოფილი და რაც შეეხება მაიას, რატოც გადაწყვიტა რომ გამიშვას, მე მგონი რომ მართალია, ამიტომ რომ მე მაიას ვინდობი და მჯერა. იმ შემთხვევაში თუ ვისთან გადავიდოდი თუ არა მაია, ძალიან კაი არჩევანი იყო, სტეფანე მინდოდა ამ შემთხვევაშიც და გამივართ.